ფაქტობრივად ინტეგრირებულები ვიქნებით ამ საკითხში. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავისადმი მიცვნილი კვირეული ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. პირველი გამოფენა სახელწოდებით დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ ტიხროვანი მინანქარი იუნესკოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის ფარგლებში მინანქარის უძველესი ტექნოლოგიური პროცესების შესწავლა და იმ ხელსაწყოების რეკონსტრუქცია მოხდა, რომლებსაც საქართველოში შუა საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის დასამზადებლად იყენებდნენ. გამოფენაზე მათი ასლები იყო წარმოდგენილი. Materialურად განხორციელდა ის ხელსაწყოები და ნადგარები, რითაც მზადდებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ტიხროვანი მინანქრის ის შესანიშნავი ნიმუშები, რაც მოღწეული არის ჩვენამდე და არის გამოფენილი ჩვენ მუზეუმთა საგამოფენო სივრცეებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პროექტი. სწორედ კვლევა მიიყვანა მან იმ შედეგებამდე, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ და ეს აჩვენებს, რომ ნამდვილი მეცნიერება შეიძლება გაკეთდეს ყველგან. და საქართველოს ისტორიაში არის ის ეპიზოდები, რომელსაც აქვს მსოფლიო მნიშვნელობა. პროექტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ტიხრული მინანქრის უძველესი ტექნოლოგიის აღორძინების თემაზე მუშაობა იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში იქნა დაფინანსებული. ეს რა თქმა უნდა დადასტურებაა იმ ფაქტისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ტექნოლოგიისთვის ყურადღების მიქცევა, მისი აღორძინება და რამდენად დიდი კულტურული დატვირთვა გააჩნია მას. აი ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათისთვის.